იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა. კომიტეტის გადაწყვეტილებით ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი ისევ 0.5%-იან ნიშნულზე განისაზღვრა. ცენტრალური ბანკის წარმომადგენლების განმარტებით მარეგულირებელი ორგანოს მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სწორედ ამიტომ ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებს. გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი ქვეყანაში რეცესიის განვითარების რისკების ზრდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომელიც ინფლაციის მაკონტროლებელი მთავარი მექანიზმია, თავის მხრივ ეკონომიკის შენელებას იწვევს. გლობალური ეკონომიკური რისკების გათვალისწინებით კი იაპონია რეცესიის სერიოზული რისკის წინაშე დგას. Tesla-ს განცხადებით კომპანიამ თითქმის ყველა გაყიდული 46,000 საიბერტრაკი უკან გამოიხმორის მიზეზიც ავტომობილის ექსტერიერის კოსმეტიკური პანელია. კომპანიის თქმით არსებობს რისკი, რომ აღნიშნული პანელი მანქანას მოძრაობაში მოსწრეს ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს. საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ხარვეზის გამო კომპანია ყველა იმ ავტომობილს იბრუნებს, რომელიც 2023 წლის ნოემბრის შემდეგაა წარმოებული. Tesla-ს განცხადებით კომპანიაში აღნიშნულ პანელთან დაკავშირებით 151 საგარანტიო განცხადება შევიდა, თუმცა ფატალურ ავტოსაგზაო შემთხვევებსა და პოტენციურ დაზიანებებზე ავტომწარმოებლებს ინფორმაცია არ აქვთ. წუნდებული ავტომობილის მფლობელები შესაბამის შეტყობინებას მაისის ბოლომდე მიიღებენ. კომპანია მათ საიბერტრაკს უფასოდ შეაკეთებს. ფარმაკოლოგიური გიგანტი Johnson & Johnson წარმოების გაფართოებას და ამერიკის შეერთებულ შტატებში 55 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. კომპანიის განცხადებით აღნიშნული თანხა 4 ახალი ქარხნისა და საწარმოს აშენებას მოხმარდება, რომელთა წყალობით ქვეყანაში დამატებით 1000-ობით სამუშაო ადგილი შეიქმნება. 55 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია მომდევნო 4 წელიწადს მოიცავს, რაც ზუსტად ემთხვევა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ინვესტიციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც თეთრ სახლში სწორედ 57 პრეზიდენტის შესვლას უკავშირდება. ამერიკაში ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მიაკვლიეს ტექნიკას, რომლითაც რადიოაქტიური ბირთვული ნარჩენების ენერგიის წყაროდ გარდაქმნა შესაძლებელი. ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ატომური ნარჩენების გამოყენება წვრილი ელექტრომოწყობილობების ბატარეების დასამხდად შეიძლება. კერძოდ, კვლევის ავტორებმა ბირთვული ნარჩენების მიერ გამოყოფილი გამა-გამოსხივება გამოიყენეს მიკროჩიპებისთვის საკმარისი ენერგიის გენერირებისთვის. ამ ეტაპზე მსგავსი ენერგია მხოლოდ პატარა სენსორებზეა შეზღუდული, მაგრამ კვლევის ანგარიში აღნიშნულია, რომ მასშტაბების გაზრდაა შესაძლებელი. ბირთვული ელექტროსადგურები ელექტროენერგიას ემისიების წარმოქმნის გარეშე აგენერირებენ. დღეს მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარების 10% სწორედ ატომური ენერგია აკმაყოფილებს, რაც წიაღისეული საწვავის კარგი ალტერნატივაა. იმ შემთხვევაში, თუ მეცნიერები ატომური ნარჩენების გამოყენების გზას მიაგნებენ, შესაძლოა ბირთვულ ენერგიაზე მოთხოვნა გაიზარდოს. ბირთვული ბატარეები ანუ მოწყობილობები, რომლებიც რადიოაქტიურ ნარჩენებს ელექტროენერგიად გარდაქმნის რამდენიმე ათწლეულია იხვეწება. თუმცა ამ ტექნოლოგიას საბოლოო ფორმის მიღწევამდე ბევრი აკლია. კვლევის ფარგლებში ენერგიის წარმოება ორ ეტაპს მოიცავს. ჯერ სცინტილატორულმა კრისტალებმა რადიაცია სინათლედ უნდა გარდაქმნას, შემდეგ კი მზის ბატარეებმა სინათლე ელექტროენერგიად უნდა აქციოს ორ რადიოაქტიურ წყაროზე, ცეზიუმ 127-სა და კობალტ 60-ზე. გამოცდის შემდეგ ბატარეამ 288 ნანოვატი და 1.5 მიკროვატის სიმძლავრე გამოიმუშავა.